1492 წლის აგვისტოს ესპანეთის საპორტო ქალაქ პალოსიდან უცხნობი დასავლეთისკენ კურსი აიღო სამმა კარაველამ, რათა აღმოეჩინათ უმოკლესი გზა ევროპიდან ინდოეთისკენ. ამ საზღვაო ექსპედიციას მეთაურობდა ქრისტეფორე კოლუმბი. მოგზაურობა 2 თვესა და 8 დღეს გაგრძელდა. 79 დღეს, როცა 1492 წლის 11 ოქტომბრის ღამე, 12 ოქტომბრის დილამ შეცვალა, კარაველა სანტა-მარიას მორიგემე ზღვაურმა ესპანურ ენაზე დაიღრიალა. იწა! დავშვით იატრები, ნავები წყალზე! შემთხვევისათვის ესპანურად დაიყვირა კომანდორმა. მოულოდნელად მოისმა პასუხი უცხო ენაზე. აღგავით! Salud, amigos. Salud. Agi marjos. Amajova, შემობათ. Amajova. უპასუხეს უცხოელებმა ესპანელებს და თითქოს აქ არაფერიაო, დაწყებული საქმე განაგრძეს. ტიტლიგალები კიდე დადევენ ერთმანეთსა. მიეცი ბიჭუნას პური. აჰა, დაიჭი. ინდოელები. არა, ბატონო. ეგენი ინდოელები კი არა, ინდიელები გახლავთ. ეს ხომ ინდოეთია? ინდოეთია? არა, განაცვალე. ეს ამერიკა. ეს ინდოეთია. გადაუჯერებელი ყოფილ ხარ შენაგათო. იქნება პურის ხვას მასწავლო. შენ თვითონ ვინახარ? მე ქრისტეფორე კოლუმბი ვარ. თქვენ ვინახარ? ჩვენ რაჭველები გახლავართ, ჩემო ბატონო. ეს რომანოზია. ეს მარკოზი. ეს დათუნიკა. გახლავართ ბატონო. მე კიდე თქვენს კარგად მოგეხსენებათ, ბიკენტი გახლავართ, ჩემო ბატონო. 4-ვენი რაჭველები ვართ. რაჭველები? ნიდან შეგა. კოლუმბი ჩაფიქრდა ღრმად. მერე კი სახე გაუნათდა და წამოიძახა. ყველაზე სწრაფები მსოფლიოში!
რაჭა საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხე მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. კავკასიონის ქედსა ჩრდილოეთიდან და სვანეთს, იმერეთს და სამხრეთ ოსეთს შორის დანარჩენი სამი მხრიდან. რაჭა მთიანი ქვეყანაა. ზემო და ქვემო რაჭა. სწორია მეგობრის შენიშვნა. მართლაც რაჭა იყოფა ზემო და ქვემო რაჭად. ზემო რაჭაში მთები უფრო მაღალია, ვიდრე ქვემო რაჭაში. ამაში თქვენს ადვილად დარწმუნდებით თუ ყურადღებით დააკვირდებით რელიეფს. მაყურებელს შეუძლია დარწმუნდეს რაჭის მშვენიერებაში. მთების გარდა აქ ბევრია სუფთა ჰაერი. ჩვენს დროში ეს ხომ სიმდიდრეა. ნახეთ. აქ ბევრია თვალწარმტაცი ხეობები, ტყეები, სწრაფი მდინარეები, ისეთი კამკამა წმინდა წყლით, რომ დაჯერებაც ძნელია. ალპიური მინდვრები, წყაროები, ჩანჩქერები და სამკურნალო მინერალური წყლები. ერთ რამეში არ გამომართლათ მხოლოდ რაჭველებს. აქ ძალიან ცოტაა სახნავი მიწა. რადგან მიწა ცოტაა, რაჭველები ერთადერთნი ქართველთაგან ძველი დროიდან სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე მიემგზავრებოდნენ საშუალს. ამიტომ იყო, რომ ამერიკაშიც ესპანელებზე ადრე აღმოჩნდნენ და სარწმუნო წყაროების მიხედვით თვით ქრისტეფორე კოლუმბს შოთის პურებით მიეგებდნენ. მათ ეს ისტორიული ფაქტი ფოტოზე აღბეჭდეს და შთამომავლობას შემოუნახეს. რაჭველები პრაქტიკული ხალხია, მაგრამ არც იმდენად, რომ უცხო მხარეს ფეხის მოკიდება შეძლებოდათ, ან და ღმერთმა დაგვიფაროს გამდიდრებულიყვნენ კიდეც. ასე რომ, მათ დიდი ხანია მიატოვეს შორეული ქვეყნები, ცხოვრობენ ახლა საქართველოს დიდ ქალაქებში და მისტირიან რაჭას. თუ წინათ რაჭველები კარგ დურგლებად, ზარეულებად, ხაბაზებად და მწირთავებად ითვლებოდნენ, ახლა მათ შორის იმდენი მეცნიერია, რომ სურვილისამებრ შეიძლება გაიხსნას რაჭის მეცნიერებათა აკადემია. 18 აკადემიკოსი, 72 მეცნიერებათა დოქტორი, 232 კანდიდატი, გეოლოგები, ენათმეცნიერები, ფიზიკოსები, აგრონომები, მათემატიკოსები, ექიმები, მსახიობები, რეჟისორები, ფეხბურთელები, 2 მეხანძრე, და ერთი სასწრაფო დახმარების მძღოლი. თუმცა ავიანები ამბობენ, რომ დედა იმერელი ხავსო. ვახუშტი ბატონიშვილი. ნახოთ, რას წერს რაჭველებზე ვახუშტი ბატონიშვილი. მე-18 საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, გეოგრაფი და რუკების შემდგენელი. რაჭა კაცანი ტანოვანი, ხნენი, ბრძოლასა შემართებულნი, ძლიერნი, უსაქციო ქალნი მშვენიერნი, მქცევნი და მეორნენი. გმადლობთ. არა. ნახვამდის. რაჭველები მღერიან. ამ სიმღერას მოგვიანებით ისევ დაუბრუნდებით. იქნებ ბოლოს და ბოლოს ფილმის დასასრულამდე გავარკვიოთ, რა დაუბარა რაჭველებს წერეთელმა. გავიდეთ გარეთ. შეხედეთ? ნამდვილი რაჭველი. ხედავთ როგორ ზის. წყნარად, აუღელებლად, ფიქრიანად. ასე მხოლოდ რაჭველ კაცს შეუძლია, სხვას არ არის. მეგობარო, ბოდიშს გიხდით რომ გაწუხებთ. ხომ ვერ გვეტყვით, რაზე ფიქრობთ?
17. გასაგებია. 17. მადლობთ. რა 17? ვერ გავიგე? უნდა ვკითხო. მაპატიეთ, რას ნიშნავს ეს მაგიური რიცხვი 17? ხო ვერ მეტყვით, გეთაყვა. 18. არა! 18. არა, ძმაო, ეს რაჭველი არ იყო, არა! აი ესენი კი ნამდვილი რაჭველები არიან. სიდარვაისლით, სიდინჯით, სიკეთით, პატიოსნებით გამორჩეული ხალხი. საწყენია, მაგრამ იყო დრო, როცა რაჭველებს მოგრძალებით რომ ვთქვათ, დინჯად მოაზროვნე ხალხად თვლიდნენ. მათ უამრავ ტყუილს უგორნებდნენ დაახლოებით ასეთი ხასიათისას. ეს მოხდა ძველად, 100, 200, 300 წლის წინათ. აი ამ მოედანზე სიკვდილ მისჯილები გამოიყვანეს. სიცოცხლე შეუნარჩუნებ იმას, ვინც რაჭვას გააცინებს. მეგრელი! ყველაზე თითო ხანწიფებ. აფრიკაში შემენადირების ერთი სამაგალითო ისტორია რომ მოგივათ. თუ შეიძლება. მე ძალიან იმედი მაქვს თქვენ სამართლიანებს. რატომ გინდა ბიჭო შევისებრე იმედამეთ? ერთი ტყუიად მაინც გეცილე ბიჭო. შევედით კაში და ხედა. პრაკადი. იმერელი! ჰაი! ჰაპ! ჰაპ! ჰაპ!
ხო გაცინავ ჩემო მარკოს. მეგრელის მონახულმა ნადირობა. ამ თემაზე თანამედროვე ანეკდოტების ბევრია. აი რამდენიმე მათგანი. სალარი. რასეძებ? რა ჭვილები? მატარებელი. რომელი მატარებელი გინდა? რიონის. ოსი ზოტია რაც თავიდა მატარებელი ოსი ზოტია. წასულა. ხედავ ვიგენდი. კიდე კარგი ვირბინე თორემ მთელი საათი დავიგვიანებდით. გადახტებ. 10-მდე დაითვლი. ამას გამოკაჭავ. პარაშუტი გაიხსნება, გაიგე? რა არის აქ გაუგებარი? დაითვლი 10-მდე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 გამოკაჩე, გაიხსნა, გაიგე? აბა წავედით. აბა წავედით. ხომ გახსოვთ? ერთი. ათი. ბატონო. მარგოზა, რა არის თუ ვიცი? მიდი კაცო. აუცი ბიჭო ცოტა ზეი. აძი. მარგოზა, მიდი. კაცერდი ერთი წუთი შეგაცო. მარგოზა, რა იყო? რაღაცა მინდა გითხრა კაცო. გადროს ლაპარაკია შეგაცო. მარგოზა, რატო გაჩერდი? რაღაც მინდოდა მეთქვა. მიდი. აუცი. მოიცადა შეგაცო, ერთი წუთი, არ შეგიძლია რომ ამის მირო შეგაცო. ადი ზეით და მე ვილაპარაკოთ. ჩადარი.
მოედით. დადგი მეშვიდი არ. რა გინდოდა გეთქვა, გისმენ ახლა, ვიკენდი. რა სადარბაზო შეგვეშალა ხო იცი? ყველა ანეკდოტი რაჭველებზე აგებულია მათ გულუბრყვილობასა და სიდინჯეზე. ჩვენ რაჭველები ამას არ ვეთანხმებით. დიახ, ჩვენ რაჭველები ამას არ ვეთანხმებით. საწინააღმდეგო მოსაზრების დასამტკიცებლად რაჭველებმა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მარათონულ სირბილში აბიბო სირბილაძის წინააღმდეგ გამოიყვანეს სპორტ საზოგადოება პიშჩევიკის ნაკრების წევრი. პირველი თანრიგის შეფმზარეული აფრასიონ მალაქიასძე რაჭველიშვილი. ჩვენ ვესწრებით საუკუნის ამ სუპერმარათონის სტარტს, რომელიც იწყება აქ ჩვენთან რაჭაში, ქალაქ ონში, მოედანზე, მდინარე რიონზე გადებულ ხიდთან. სტარტზე. მოემზადეთ. ყურადღება. Რაღაც უცდი. ელაირი მილიარდეიღა. გამოფრიანები. არა ჩქარდე. აბა ყვილად წამოვისხეთ ამგვარი რამე. არაა ჩვენი საქმე სირბილში გაჯიბრება. ითომ რატომ არ არის ჩვენი საქმე? არის უდამდო ვაი. საით გარბიხართ რაჭველებო? მოგდენ კაცო. ვერ ახედავ. რას გარბიხართ თქვენ ამდენი ხართ? ეგენი კი ორნი. ჩვენ გვარებდით რომელიც მოგდებს თუ არა? არავინ იფიქროს რომ რაჭველები შიშმა გააქცია. სულაც არა, გაურკვევლობამ. რომ სწოდოდათ რას ერჩოდნენ დევრები, ან რომელთან ჰქონდათ საქმე. ის ერთი დაელოდებოდა და გაუსწორდებოდა. გავიხსენოთ როგორ მოექცა ყაჩაღებს მარკოზის ბაბუა, ისის მარკოზი. მაიტა ხურჯინი. მოვეცი ხა მაი ხურჯინი გეუბნებია. მაიტა მოუსვი აქედან და კრინტიასა დაგრათოლე თავს ძირში მოგაჭრი. ამისმინეთ ჩვენი ჯირიმი. გამეხმარეთ. ასე როგორ გამოვყო თავის სოფელ ქვეყანაში. ერთ ჩოხის კალთა გამოიხრიტეთ წვი. წყებსაც შევაშინებ და სახშიც თავს გავიმართლებ, შევეწინააღმდეგე თქვა. მესროლე შენი ჯირი. ესროლე?
ერთ უნდა კიდე მესროლეთ. ვერი შეწარეკე. ახლა აქითა გვერდზე. დაგაბრიყო, დაბალ გატენა უნდა. დიდხან უნდა გატენა. დიდხან დიდხან აბადრე დასკიდე ახლა. რას? აი, ხელი შევირო მეთქი და აი. აი ხომ ხედავთ რომ გამბედაობას ყოფნით რაჭველებს და ეშმაკობაც. მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს რეპორტაჟს. შეჯიბრის დაწყებიდან 2 დღე გავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა აფრასიონ რაჭველიშვილი. გადავგრია სიზმრებმა. გამარჯობა. გამარჯობა. არშობით როგორ ახალ? შენ როგორ ახალ? რა არის შედარბი ვარ და. როგორ წააგავს მისი სირბილის რიტმის სიმღერას, ადრე რომ მოვისმინეთ. დაუგდეთ ყური? მე მგონია რაჭველების მომღერალთა გუნდი ჯერ არ გაჩერებულა. სიმღერის სიტყვები იგივეა. იდუმალი, მრავლის მთქმელი. რამდენიმე სიტყვა საჭმელზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაჭველები საუკეთესო კულინარები, მზარეულები, კონდიტრები და ხაბაზები არიან. ადრე უმაღლესი კლასის ყველა ღირსეული რესტორნის მზარეული რაჭველი უნდა ყოფილიყო. დღესაც მომსახურეობის სფეროს გვარდიას ძველებურად რაჭველები შეადგენენ. საჩივრის წიგნი მომეცია მხანაგო. რა გინდა საჩივრის წიგნი ოქრო? და გუშინ თქვენთან კატლეტი ვჭამე. მე ფული დღესაც გინდა რომ გაიხადო. ეტევი ხადო კი არა ის არ გინდა. კატლეტი ვჭამე და მოვიძამლე. 20 დღეს საჩივრის წიგნში უნდა ჩავდე რომ მომხმარებელს დამპალ ხორცს აჭმევთ. შენ თუ ინტრიგანი არა ხარ. ჩვენ კატლეტში ხორცს რა უნდა? ბოდიში. აბა მარკოზა. ერთი ეს მითხარი, რა სიზამ ტყეში დათვირო შეგვ აქედან თუ იქიდან. შენთვის რა მნიშვნელობა? იქიდან. თობს ვესვრი შეგაცო. რომელ თობს? სანადირო თობს, ტულკას. თოფი თუ არა გაქვს? ნაჯახს ჩავარ ტყამში თავში. ნაჯახი თუ არ გექნა? ნაჯახით არა მაგა.
ფიცალზე წამოვაგე. ფიცალიც თუ არ დაგირჩა? მაშინ ხანჯალს შავცემში გულში. ხანჯალით თუ სახში დაგჭა? სახში დამჩა. ხო. არ წამამიღია. არ დამოგიღია. მაშინ დავიქცევი, აბა რა ვხნა. როგორ გაასწრო? ხეზე ავძვრები. ხე თუ არ არის ახლო მახლო? რა დაიდგა ვიჯები და ერი ხე არ არის. შენ არ იცი თუ არა არის ასეთი ტყეები, უხეო. ყველა თქვენ ჩემი ნათესავები ხატვით დათვის, კაცო. გამარჯო. დამისხი ერთი ჭიქა ბძე. მჟავე კიტრი. Okay. რომანოზა! ეს რა ვნახე, კაცო? რომანოზა! რა გამე? ბიჭო, კაცი შემოვიდა ბუფეტში, რძედალია და მჟავე კიტრი არ მიაყოლა. რა საბაროკო, არ დავიჯერე მაგას. მართლაც გაუგონარი შემთხვევაა. მაგრამ უფრო უცნაური ამბებიც ხდება. შეხედეთ? საიდან როდის განაირად მოახერხა აფრასიონმა შვენიერი დესპინეს გაცნობა. გაცნობა კი არა, ცოლად მოყვანა. ხოჩახ აფრასიონ. გილოცავთ. ხოჩახ აფრასიონ, ხოჩახ. თუმცა სირბილაძეს ჩამორჩა დაახლოებით სად არის ახლა ჩვენი ჩემპიონი? ურში ჩასახუდებელო რანული ჩემო ხატო ჩემო სისხლო რანული აურა ფერგაბიჭირდა რანული უშენობით ქუთაისო რანული რანული უშენობით ქუთაისო რანული 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 უშენობით ქუთაისო რანული შეიძლება დამავიწყდეს რანული ქუთაისო გეკითხები რანული მაგრადი და საფიჩხია რანული რიონი და თეთრი ქვები რანული 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 რიონი და თეთრი ქვები რანული 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 სავარდო და სამაის
რატომაც არა? ჩემპიონს სრული უფლება აქვს, არა გეგმიური, მაგრამ აქტიური დასვენებისა. რადგან მან აფრასიონს გაუსწრო დაახლოებით Московское время 10 часов. ჩემი საათი რაჭულად ამუშავდა. დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მთებში. გამარჯობა ვიგენი. გამარჯობა. სამუშაოზე რა დაგვიანე რომანოს? ო, აღვიძა რა გამიფუჭდა. რა სამო? აბა. სანდე განა. ჰა. რაშო? რადე მართა შეგაც? არ დადის და არ დრეკავს. აბა. დიდი ხანია. არა. ორი წელი დადი იქნება ასე. მე რაღაც ვწდი შეგაცვა, ხელოსან სწავლობ. ეს რაღაცა, სარისკო საქმეა, სულ რო გამიფუჭოს. ვიგენდი, რომელი საათია თუ გაცხა? ეხლა აბაგუში. ო, მოიცერთი. ნახე ერთი თუ გაცხა. ნახო ერთი. 15 უგლია. აი. გასოგლია 15 ბიჭო. ხო. გასო, პატარა ისერი არა აქვს, რას მიჩერები ხარ? არა. მე რა? შენ პატრონს. მარგოზა. რა დროა ახლა? ახლა დასწენების დროა. ორაც ხელა. რას დღე თუ იცი მარგოზა? 54 შეგვიძლია ვერ ახედა. დააჯექი შენ. ო, მერე მიწას სადაკრე. მიწა ეგერ გამაქვს მდინარის ნაპირზე და იქავოდი. ო, ესა შორს. აბა რა უყო შეგა. რა უყო და აქან ამოთხარე მეორე ორმო. ეს მიწა შეჭაყარე. რა გაგეგვირდა? სასარგებლო და საქმიანი რჩევა. ადამიანები უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. გავუზიაროთ გამოცდილება. რაჭველებს, როგორც სხვა ღირსეულ მამულიშვილებს, უყვართ ახლობლების დახმარება, კეთილი რჩევა დარიგებით. მიშველი ბიჭო, მიშველი. ათუნიკა ბიჭო, ნუ გაშინია, ჩამოხტი. რომელი ხარ ბიჭო? ვერ გადმოვხდები ბიჭო, ვერა. აი ბიჭო, მიშველი და. აი, ვერ ჩამოხტი. გადმოხტი. ვერა ბიჭო, ვერა. გადმოხტი, დაბა. ბიჭო, კიბე მომიტანე, ათუნიკა. აი. უიმე კიბე გვერდ მიდე შეგაძო, გვეგმოწდება აკა. ვერ ჩამოდის დაბლა ხომ? რა? მოიტანე თოგი. ახლა. თაგვი? ხო. თოგი. ეს სროლე მაღლა. რა თუნდა იმას თოგი? მოიცა კაცო შენ. რა მოგივიდა კაცო? აბა როგორ გინდა ჩამოიყვანო დაბლა? ეს სროლე. ხეზე ნუახვევ, ხეზე. აი, ხეზე მოიხვიე, ხეზე. ხელზე მარა რა გამოა? ნახო. ახლა მაგრად ჩაეწიდე მაგ თოქს, მაგრად. შენ კიდე დაკაჩე.
მოიცა მარკოზა შეგადო, მოიცა, მაგრად კი არა მაქვს ხელი მოგიდებული, რა გაჩქარა. მოიცა. ერთი. ორი. მოიცა მარკოზა. რას მერჩოდი თქვენ კაი ხალხო, ვერ ვიჯექი ჩემთვის იქანა, რატომ მოიტანე თოგვი? ეს არის ბიჭო ჩამოყვანა. რა ვიცი კაცო, ამას წინებზე მურმანა ჩაგვივარ და ჭაში და ამნაირად ამოვათრიეთ თოგით. ამ დროს კი აბიბო სირბილაძე ამაყად განაგრძობს თავის ტრიუმფალურ რბოლას. მას ტაშს უკრავენ თითქმის მთელი მსოფლიოს დიდი ქალაქების შვიდობიანი მოქალაქეები. როდი საიდან როგორ? ნუ თუ უკვე 9 თვე გავიდა. დაუჯერებელია. და ეს ყველაფერი მოხდა გაუჩერებლად. აფრასიონსა და დესპინეს ხომ ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ სირბილი. ახლა კი ამ ურთულეს სუპერმარათონში მთელი ოჯახი მონაწილეობს. რაჭველიშვილების სამეული, წავედით. რომლებიც უკვე დიდ ინდუსტრიულ ქალაქებს უახლოვდებიან. ჩამოვიდნენ ერთხელ რაჭველები დიდ ქალაქში ნათესავის დასაფლავებაზე. აბა, საბოშო. წავედით ახლა. წავედ. მოიცა, სად მივდივართ ახლა ჩვენ? რა არიცი რა სიგულისპინ ჩამოხედი კაცო. სადადა საცოდავი მინა გორდეზიანის პანაშვით. დავიდეთ აბა. დავიდეთ მარა. რა მარა შეგა? რომ მივდივართ, სად მივდივართ? მისამართი თუ იცით რომელი? რა, მისამართი არის კაცო. არ ვიცი. არ ვიცი. არავინ არ იცით მისამართი? არ ვიცი. არ ვიცი კაცო. სოფელში ჩვენებს ეწოდებათ მისამართი. ამ აღმოჩენამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მართალი არის ეს ბოშვი. მართალია. მაგრამ ჩვენ არ გვიშვედება ახლა. სოფელში გავაგზავნოთ, დეპეშა შევეკითხოთ. გამარჯობა. რაჭა. სოფელი ჭიორა. ჯემალ გაგნიძეს. იცი თუ არა უბედური მინა გორდეზიანის მისამართი. შეგვატყობინეთ სასწრაფოდ. სადგურის მოედნის ფოსტაზე მოკითხვამდე. თანასოფლელთა სახელითა და დავალებით ბიკეტი. წეთი. დაწერილი გაქვს დეპეშა? მაქვს. დრო გადიოდა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ სცენარეებიც კი ეგუებიან ახალგარემოს. ასიმილაციის დიადი თვისებით ხასიათდებიან ადამიანებიც. რაჭველების ნელ-ნელა გათამავდნენ და რამდენიმე საათის შემდეგ მათ უკვე მოედნის სხვადასხვა კუთხეში ნახავდა კაცი. ფიზია ბიგეთ. რომელი ტრანსპორტია ყველა ეს? ტროლეიბუსი. რატო კაცო? დამული თუ ასე გარბის ბოშო რო უშვარასის. ო
აიგე. ვერ მიმასწავლე, რომელი ტროლეიბუსი მიდის საბურთალოზე? მე-12. მადლობთ, ოქრო, მადლობ. არაფერს. მოქალაქე, რას უცდი? ტროლეიბუს. მე-12, 7 მოუგეგეიარა. აი 8. გააგრძელ, მოვა. 9. შეღამებულზე როგორც იქნა მოვიდა პასუხი რაჭიდან. მარკოზა. მოვიდა პასუხი სოფლიდან. შენ აღმერთმა. Министерство связи СССР. Телеграмма. Куда кому? Садгурис поста მოკითხვამდე ვიკენდი გაგნიძეს. შენი ყოფილა ბიჭო? ჩემი ყოფილა. შეკითხვაზე ვიცი თუ არა განსვენებული მინა გორდეზიანის მისამართი პასუხობთ ვიცი თანასოფლელთა სახელი ჯემალ გაგნიძე. წავიდეთ აბა. წავედ. საით გაგიწევიათ მოკეთეებო? მისამართი თუ იცით? ჯემალ გაგნიძე ვიცის. რაჭაში. სტარტის დღიდან რამდენიმე წელიწადი და 2 თვე გავიდა. უნდა აღვნიშნოთ რაჭველები კარგი მორბენალი ხალხი მატარებლითაც მარჯვედ დადიან. ჩვენ ვიცით მატარებელთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი რაჭველებზე. გამარჯობა ვიჯებო. გამარჯობა. 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 გაუმარჯოს. სალამი გენს. შორს მიბრძანდე ბატონო. მე ქუთაისში პატივცემულო. ჩვენ ზელაში. რა? გინდა რა? მე ძალიან სწორი გზა მაქვს განაცვალა. ხარკოვში მივდივარ საქმეზე. ეს როგორ გაცა? ხედავ შენა. ზედათარო ქუთაისში მიდის. ქვედა თელავში. ეს აგიდება ხარკოვში. ხედავ სადამდე წავიდა ტექნიკა. აბა, თქვენ საით მიდიხართ რო? რაჭაში. მარკოს, გამარჯობა. ой, ჩემი ცოდიცოცა. ой. გადაგემართა მარკოზა. ზედათარო ევიწექი ბიჭო, რამდენჯერ წამეძინა, იმდენჯერ გადმოვარდი. მერე გაგეცვალა ვინმესთვის ადგილი შეგასო. ვისთვის გამეცვალა, არავინ არ იყო მატარებელში და. სასაცილოა რა. მე კი მგონია მარკოზი სწორია. სხვაგან რომ დაწოლილიყო, ხომ შეიძლება ბილეთი ამ გზავს გაეღვიძებინა. დაფიქრდით? თქვენ იფიქრეთ, მე კი ისევ ჩვენს მარათონელებს დავუბრუნდები.
ჩემპიონი კი მიხვება ჩრდილოეთ განედის მე-20 პარალელს. საჰარის ტრამალები. მარათონისთვის ძალზე ძნელი, უმძიმესი პირობები. არც ჩრდილი, არც წყალი. გავიხსენოთ რაჭა. რამდენი წყალია რაჭაში? ნებისმიერი წყალი. მინერალური, წყაროს წყალი, მჟავე წყალი, მდინარის წყალი. ტყუილად კი არ ამბობენ გასაცდელი ჟამს რაჭველი ქალები. რა ვქნა, რა წყალში გადავარდეო. აქ იმდენია წყალი. ისე დიდი არჩევანი. ეს რა არის? რა ხმაურია? აკლემების ქარავანია თუ მარტორქების ჯოგი? ვარ დაიღალეთ. არა, აფრესიონ საყვარელი. ჩემპიონს უჭირს, ჩემპიონს ესმის ავის მაუწყებელი ნაბიჯების ხმა. მაინც ვინ გაიმარჯვებს. ის რაც წინათ იოლად ჩანდა, ახალ სადაოდ იქცა. სირბილაძე თუ აფრასიონი თავისი ოჯახით თუ აფრასიონი თუ სირბილაძე. აქ უკვე ნიძლავი და კამათი შეიძლება. რაჭველებს კი უყვარს კამათი. მათ იციან ნიძლავისა და კამათის ფასი. გამარჯობა რომეროშენი. შეგოს გავამარჯვე. მოდი, გამოცანა უთხრათ ნიძლავზე მე და შენ ერთმანეთს, არ მინდა. რატომ რატო? შენ მომიგები ვიცი. შენი მანე ტიჩები თუ მან. დაჯეკ. აბა რა არის? თხაში შებრინდა და შავი იყო. შავი იყო? ხო. შავი თუ იყო, გამეჩი იქნებოდა. წარგე. შაშვი იყო. გამეჩი როდის იყო როფერდა კომიშვარა. ხო გითხარი ჯუგო დავაგებ მეთქი არა. ახლა შეთქვი, შენი რიგია წესით? ჩემი. კედელზე 3 ფეხით შევედ და 4-ით გამოვედ. ნეტა რა უნდა იყოს? სამი ფეხით შეხვედი და 4-ით გამოხვედი გაზო? მე მგონი. 3 ფეხით შეხვედი 4? კი მაგრამ მე 4 ფეხის დაიდა გაშედო? საგლეს მაგაშია და 3 ფეხით? ეს ის არის ბიჭა ისე. არა ზუგვარ. არა. გასტა თავი. კაია ბაზავაგე. დამაუშვი. აშენ თუმანი. ოღონდ მითხარი თუ კაცი ხარ. რა არის ეს? ჟერმანეთ, შენ გეკუთვნის. ვერც მე გამევიცანი. როგორ როცა? რა ვარ და 4 ფეხით როხა კი არა ვარ დეგაზა. ვაუ! ფინიშამდე 2 კილომეტრი დარჩა. რა შეაფრასიონი საიდუმლოება, როგორ შეზღნა ოჯახის შექმნასთან ერთად ჯანმრთელობის შენარჩუნება. როგორ გაანაწილა თავისი ძალა ამ სუპერმარათონის განმავლობაში. მასვე მიმართოთ ამ შეკითხვით. ჯერ არ დამთავრებულა. აბა, მომღებით. არ მიგვირს პასუხი რომ ვერ მივიღე. წინდა ხედულობა და სიფრთხილით მიდგომა დაკისრებული საქმისადმი ყოველთვის გამოარჩევდა რაჭველ კაცს. ხახახა კი ამოძვა და შეგადა. რომელი სოგოა? ნიღვია. ღვერთების საჭმელი. შენ თუ ჭამე. არა. ხოდა ჯერ შენ გასინჯე. მე ვერ გავბედა ლოქროებო. მართალი. რა მართალი კაცო. რა და სოგოა. ჟებო. ჯერ ამას ხوار გავასინჯოთ. მიუტანები კენდი სოგო.
აი კიდე ბოშო, ნახე ერთი რა მოუვა. იქით. ერთ საათს ელოდნენ რაჭველები, ორს. არ ჩანს ბიკენდი. ბოლოს მარკოზმა ამოიოხრა და ერთი მაგი დედაცავადირე, რაც იქნება, იქნება. გეფიცები ასე იყო თქო, ფერავაშა გასა. საიდან მოიგონებ ხოლმე ახლა მაგას? თუ საიდან გიარან აჯახი უთხრი ბანჯგულიან თავში გაცა. ბიგენტი რა არის ძაღლუკა? მოკვდა ძაღლუკა. გამოდის და რა დავიღო. არაფერი გამეთ. როგორ დავიღო, რა შევი რომანოზა? შენ გინდა რომ მოიწამლო ბიჭო? ვიწამ რატომ უნდა მოვიწამლო? ძაღლუკა რომ მოკვდა? კი, მოკვდა უბედური. მანქანა დაეჯახა. მანქანა? კი. მანქანა? ხო. დაძაბულმა მოლოდინმა აპოგიას მიაღწია, აი საცაა დამთავრდება საუკუნის სუპერმარათონი. დამთავრდება იქ, სადაც დაიწყო ჩვენთან ქალაქ ონში. რა მოუვიდა, რა შვება? როგორ თუ რა ასად? ეს ახლა ნერვიულობ დასაშვება. ფინიშამდე 20 მეტრიღა დარჩა. დიახ, მთელი ძალები ამოწურა აბიბო. მაგრამ ეს ახდება. აჰა, რაჭველი მაინც რაჭველად რჩება. ის არასოდეს კარგავს იუმორის გრძნობა. ათაშორის, ეს სასაცილო ისტორიების თავის თავზე მოიგონეს თვითონ რაჭველებმა და არავინ სხვა. დაიმახსოვრეთ, თვითონ რაჭველებმა. ესაა ჭეშმარიტი კეთილშობილება. მათ პირველი და მეორე ადგილები გაიყოს. ოქროთსა და ვერცხლისა და ოქროთს. აფრასიონი მოიქცა ისე როგორც ნამდვილ რაჭველ სპორტსმენს შეეფერება. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სუპერმარათონში მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება. სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, იმარჯვებს სიყვარული, სიკეთე, მეგობრობა. აი საიდუმლოს ამოხსნაც. აი პასუხი. ჩემთვის ახლა კი ცხადზე ცხადია, რომ წინაპრებმა და მათ შორის წერეთელმაც რაჭველებს დაუბარა იყვნენ კეთილნი, შრომის მოყვარენი, მებრძოლნი, მიზანსწრაფულნი და გონიერნი. Valadi deli,
რაც შეეხება სისწრაფეს. ნუ დაუჯერებთ ამ ანეკდოტებს რაჭველებზე. ხომ დარწმუნდით, რომ გამარჯვება მხოლოდ სისწრაფეს არ მოაქვს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს ხანდახან. ჩვენი ცხოვრება ხომ მარათონია და არა სპრინტი. ახლა კი დროა გითხრათ ერთი ჩვენებური ანდაზზე. რაჭველებს დიდხანს რომ უყურო, თვითონაც გარაჭველდებიო. ასე რომ თქვენც, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ცოტათი გარაჭველდით.